მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთხელ აუდიობოი, ბასისტური ვლოგი და ზოგადად საბასეთი და საპედლეთი, ასე რომ ვთქვათ. და მინდა კიდევ ერთი რაღაც პატარა custom ბორდი განახოთ, რომელიც არის განკუთვნილი იმისთვის, რომ წაიღო და ასე შემდეგ, სატარებელი ტიპი. და ცოტა სხვანაირი ვარიაცია არის, იმიტომ რომ ხანდახან არის ისეთი მომენტი და ისეთი სიტუაცია, როცა რომელიმე პედალი დიდია საკმაოდ მაგალითად და არ გინდათ მაგალითად რომ წაიღოთ თუნდაც MX-არი, თუნდაც ბატალიონი რაღაც და ეს ხმა მოგწონთ, ამ პედლის ფუნქციები და წნევა და საუნდი მოგწონთ და გინდა რომ ჩასვა რაღაცნაირად თუ იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა, როცა დიდი ბორდის ტარება გეზარებათ მარტივად რომ თქვათ ჩანთის გადაკიდება არ გინდა ასე შემდეგ ბევრი მინუსი აქვს მოკლედ რომ თქვათ დიდ ბორდს და დიდ პედალს ესა ბევრი პედალს ბორდზე ზოგადად ბევრი პედალი და შემდეგ დროთა განმავლობაში ყველა მაინც ჩემი აზრით ცდილობს რომ ცოტა პედალი კონდეს და როცა წასვლა-წამოსვლა აქეთ-იქით უწევს და უნდა უსაფრთხოდ კონდეს პედლები და უსაფრთხოდ კონდეს ბორდი მაინც ყველა რაღაც ესეთ custom case ფიქრობს რომ რაღაცა დაეცეს ფეხი და შემდეგ არაფერი არ მოვიდეს და პედლები არ გაფუჭდეს. ნუ ესეც რა თქმა უნდა იდეალურია, იმიტომ რომ ბოშის რაღაც, არ ვიცი, დრელის ყუთი მაგალითად ნაწილების ყუთი არ აქვს მშენობა, რაც თავარია ბოშის სამუშაო ყუთი არის, რომელიც უკვე გამოვიყენე და აქ ჩამიტევია 5 პედალიც, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ესე მოითხოვა განლაგებამ რაღაცეების, რომ პირველ რიგში ვიყენებთ აქ აკუსტიკის პრეამპს, ბასის პრეამპს, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი პრეამპი, მოკითხვა სვანს, მადლობა ძმაო კიდევ ერთხელ ამ გემრიელი პრეამპისთვის. თვითონაც რადიალით ნასიამოვნებია, აშკარად მე მგონი. შემდეგ, ნუ ხო პრეამპი, ეს აკუსტიკი, შემდეგ ვიყენებთ პირველ რიგში არის აქ ტუნერი, ქრომატიკი, ბოსის, ნუ სტანდარტი. გინდეს პოლიტუნი, ნუ ზოგადად ეს ტუნერი საკმაოდ დიდი ზომა არის ზომაში და ნუ ისე ჩაჯდა, რომ საკმარისად რა კარგად შეავსო ადგილი. მაგრამ პატარა პედალიც რა ვიცი, ჩვეულებრივი მომენტი იქნება და უფრო მეტი ადგილის დაგრჩებათ, მაგალითად კაბელ მენეჯმენტისთვის ან რაღაცისთვის, ან კიდე უფრო მინი პედალი ერთიც რომ ჩაამატოთ და ხო, რა რაღაც ადგილის გამონახვა შეიძლება, მაგრამ ის თვითონ იმხელა არის ეს პრეამპი, რომ ესე მოხდა საჭირო, რომ აი ამ მთლიანი ადგილი შეივსო და დარჩა მხოლოდ აი ამ ყველაფრისთვის ადგილი. შემდეგ ვიყენებთ ამტვიკერის Tightrox, ეს არის ბასის დისტორშენი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ხო, დრაივი ნამდვილად არ არის, კარგი მოშნი გემრიელი დისტორშენი არის, რომელსაც კარგი ფუნქცია ის აქ ესეთ პედლებს და ეცადეთ ისეთ მომენტში, როცა ვერ ახერხებთ გეიტის ჩადებას თვითონ აქ ბორდში, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ მინდოდა აი ეს Sony Cake-ის გეიტის ადმე რაღაცნაირად ესე მომეხვედრებინა რაღაცა, მაგრამ ნუ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ყველგან შესაძლებელია თავი რო კარგად დაეფაროს, ნუ ესე მოხდა საჭირო, რომ კვების ბლოკიც ესე ვერტიკალურად დევს და ნუ აი ეს იყო მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი, რაც ჩავთვალე, რომ კაბელების ლამაზად არის შედარებით გაყვანილი, არაფერი რაღაც ისე მახინჯურად არ არის, აქეთ ჩაკეცილია, შეკრულია და ხო, ეს პედალი კარგი არის იმიტომ, რომ აქვს თავისი გეიტი. როცა ვერ ახერხებთ გეიტის ჩადებას პატარა ადგილში და პატარა სივრცეში და არის იმის საშუალება და არის იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ მაგალითად იყოს ისეთი დისტორშენი, რომელსაც ექნება თავისი გეიტი. ეგ არის ძალიან მაგარი. ამ ამტვიკერის Tightrox აქვს თავისი გეიტი, ძალიან გამიმართლა. თავიდან ვფიქრობდი სხვა დისტორშენის გამოყენებას, მაგრამ იმას გეიტი არ ქონდა და მაინც მირჩევნია, რომ თავი დავიზღვიო და იყოს ექსტრა სიჩუმე დაკვრის დროს, გაჩერების დროს უშუალოდ, ნუ კი დამიუთავ, ოკეი, მაგრამ ხანდახან ისეთ მომენტში, როცა ძალიან ისე თაით უკრავ და აშვება დაჭერა გიწევს იმებზე, ნუ კარგი არის, რომ ეგრევე მოკლას გეიტმა და ეგრევე სისუფთავე გქონდეს მაქსიმალურად რაც შეიძლება, როცა ბასისტი ხარ, იმიტომ რომ ბასისტობაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ
იყო სუფთა, იყო შენი დაკრული სუფთა და არის მოდის რაღაც ბევრი ზუზუნები, წუილები და მოკლედ არ არის მარტივი მაგ ყველაფრის კარგად და გემრიელად გაკეთება, მაგრამ არის შესაძლებელი ვარჯიშით და სწორი აპარატურით შეიძლება მიიღო ეგ შედეგი, აბსოლუტურად არ არის არანაირი პრობლემა. და საბოლოო ჯამში გამოვიდა ესეთი რაღაც სილამაზე, რომელიც მე ძალიან მომწონს. ძალიან მინიმალისტურად, 3 პედალი, ჩავთვალოთ რომ ეს იტევს 2 პედალს არის რახან გეიტიც აქვს და დისტორშენიც არის. პრეამპი, კვება აგერ, საუკეთესო, ძალიან კარგი ვარიანტი არის, ვფიქრობ. სატარებლად, ასაღებად, წამოსაღებად შვიდათაც იქნები რომ პედლებს არაფერი მოუვა, ჩანთაში იდება, მოსაკიდებელ ჩანთაში ჩადებ, ბასის ჩანთაში ჩადებს, ეხლა ზოგს ძალიან დიდი ჯიბი აქვს და შეიძლება ამის ჩადება არ არის მაინც და მაინც იმხელა кейსი რომ ვერ ჩადო ეხლა მაგალითად დიდ ჯიბეში. პლუს აქეთ ძალიან გაგვიმართლა რომ არის რაღაც ადგილები დატოვებული, სადაც რაღაც ხამუთებს ჩადებ, რაღაც ყურის საცობებს მაგალითად მაგას ჩადებ, აი აქეთ ექსტრა პაჭკაბელი მიდევს, რაღაც ექსტრა კვების კაბელს ჩადებ რომ გაგიწყდეს რაღაც. დავამიუთოთ, რომ გაწყდეს და რაღაც და კონდეს, აქ შეუჩვეულებრივად შეგიძლია, რავი, 3, 4, 5 ჩადო, 1-2 პაჭკაბელი. პლუს აქეთ მე აი ესეთი რბილი აკუსტიკური გუბკისგან ვიხმარე ნარჩენი, იმიტომ რომ მაინც რაღაცა მოხდეს დააწვეს, მირჩევნია ჯერ აი ამ რბილ ზედაპირს მიებჯინოს ეს პედლები, ვიდრე პირდაპირ ამ პლასმას. თან შიდა ჭრილი საკმაოდ დიდი აქვს ამ кейს და რო ეფარება დიდი ადგილი რჩება. შეგიძლია ჭრილები გააკეთო და აქ ესე ლამაზად ფიქებსაც შეინახავ. ესეთი ლამაზი ფრანკენშტეინი ბორდია, ხო, რომელსაც შიგნით ხე მე თვითონ მოვჭერი ამის თვითონ ეს ზომა, რომ მოჭრილი ყოფილიყო და ჩატეულიყო და დანარჩენი უკვე რა ვიცი მარტივი არის ყველაფერი. ერთი რაც ჩარევა დამჭირდა არის რომ აი აქ გამოუჭერი მე თვითონ ჯეკის ბუდე, რომ ჯეკი პირდაპირ შემოვიდეს აქ და რაღაც აწევა და რაღაცები არ მომიწიოს. ანუ პირდაპირ გამოაძრობ აქედან, პირდაპირ შეერთებ. აქედან მარტივია. აქეთაც მაქვს ეგეთი ამოჭრილი გაკეთებული, მაგრამ ამ მომენტში არ მადგება ეგ, იმიტომ რომ ეს პრეამპი ეს სიგანეზე არ ჩაეტევა, გრძელი არის და პატარა პრეამპებისთვის და რაღაც ჩვეულებრივი პედალისთვის ეგრევე მარტივად მოქვს აქაც გამოჭრილი ჯეკის ბუდე. აქ უბრალოდ რო გაშლი ჯეკს ესე ზემოდან შეერთებ. ბევრი ადგილი არის და პრობლემა საერთოდ არ ქონს. გაშლი რაღაც აღარ მოგინდება, გამოაძრობ. ესე დაკეტავ ლამაზად, რომ კვებაც რომ მოხსნათ. ესე დაკეტავ და ეს არის ჩვენი დახურული ბორდი. ეხლა რომელსაც რაღაცა მიწერი, ეხლა მე ჩემი რაღაცა წყობა, ტუნინგი, ასე შემდეგ რაღაცა რომ წინ მქონდეს უცებ რომ დავხედო და რაღაცა გოლება დამიბნელდეს და ვეღარ გავიქო ვერაფერი. ხო და აი ესეთი სიტუაცია არის რა. აი ეს არის ესეთი მინი სატარებელი ბასის кейსი, რომელიც მარტივია ძალიან რო აწყო რა, ანუ ხეს მოჭრი შენ თვითონ, ზომას როგორი кейსიც გექნება, რაღაცა ველკროს იშოვი, დაასტეპლერებ, გადააკრავ და შემდეგ უკვე პედლებს კი ჩაალაგებ და რაღაც კაბელებს ისე გაიყვანთ, რომ გესიამოვნოთ, ძალიან არეული არ იყოს და ლამაზად იყოს ჩამჯდარი. ასე რომ ეს არის ბასისტური ვლოგი, აუდიობოი და შეგიძლიათ ბევრი რაღაც საინტერესო რაღაცები გაიგოთ ხოლმე, კიდე დავდებ მე ვიდეოებს ესეთი სახის, ვისაც დაგაინტერესებთ და აქვე მადლობას გეტყვით, ვინც დაასაბსკრაიბებთ არხს, დაალაიქებთ ვიდეოს და რა ვიცი, როკი თქვენთან მეგობრებო, ყოველთვის თქვენ გვერდზე მეგობრებთ, რომ მე დაგჭირდეთ ოქროებო ბასებში და ისეც პედლებშიც.